ჩვენთან არის ღმერთი. დღეს გახლავთ ხსენება ძალიან საინტერესო პიროვნებისა, რომელმაც შეიძლება ითქვას იმდენად დიდი გავლენა იქონია დასავლურ ცივილიზაციასა და აზროვნებაზე, რომ ყოველთვის მის შრომებს უბრუნდებიან ხომ ადამიანები. ეს გახლავთ ნეტარი ავგუსტინე. დიდი მოძღვარი, ჩვენში მას ნეტარი ეწოდება, ეს არის ყველაზე დაბალი საფეხური წმინდანობისა. რატოა ასე? იმიტომ რომ ამ ადამიანს გარდა ბევრი დამსახურებისა ეკლესიის წინაშე, ჯერ როგორც პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მეტნაკლებად მოგახსენებთ დღეს, აი როგორც პიროვნება ძალიან საინტერესო, მაგრამ გარდა პიროვნული მახასიათებელისა, მას აქვს ძალიან ბევრი ნაშრომი. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კათოლიკურ სამყაროში შემდგომში მას უდიდეს მოძღვრად მიიჩნევენ. ჩვენში არა, მართლმადიდებლებში იმდენად არა, იმიტომ რომ აქვს ისეთი გამონათქვამები, რომელიც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია. მისი პიროვნული აზრები იყო ეს, პირადი დამოკიდებულებები იყო ეს. აი, აქედან გამომდინარე, მისი პიროვნულ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, კათოლიკურმა სამყარომ შემდგომში აღიარა ეს დამოკიდებულებანი მისი დოგმატად და გაუკუღმართებაში გადავარდა. თუ სწორად მიმართულება არ მივეცით ავგუსტინეს ნაზრებს, რა თქმა უნდა ჩვენც უკიდურესობებში ვიქნებით. ამიტომაც მართლმადიდებლობა მას უწოდა ნეტარი. ანუ ძალიან დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ ისეთი რანგის წმინდანი არ არის, როგორც არის მაგალითად ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი და უამრავი სხვა. პიროვნება ავგუსტინესი ძალიან საინტერესო კაცი იყო. ეს კაცი იყო ისეთი, რომელიც დაშვებული კაცი არ არის. დაშვებული კაცი რავს გულისხმობთ? დღეს დაშვებული კაცი არ არისო, იტყვიან როგორ კაცზე. ყველაფერს რომ მიედმოედება. პოლიტიკას, ჯარს, რელიგიას, ფილოსოფიას, მედიცინას და არაფერი არ იცის. მიდებული კაცი, ესეთი კაცი კი არ იყო ეს. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დაშვებული კაცი არ იყო, ნიშნავს იმას, რომ მას მთავარი აინტერესებდა ცხოვრებაში. აი, მაშინ დაშვებული კაცი არ ხარ. დაშვებული ხარ მაშინ, როდესაც მიედმოედები ჭკუა გაფანტულობის გამო. ეს კაცი ასეთი კაცი არ იყო. დედა ყავდა ქრისტიანი მონიკა, წმინდა მონიკა ასეთი, რომელიც მთელი ცხოვრება დარდობდა თავის შვილის გამო. ეს კაცი იყო მაძიებელი, ინტელექტუალი თავისი პერიოდისა. ნახევარი ცხოვრება მისი იყო მაძიებლობითი. მაძიებლობითი ღვთისმაძიებლობა აინტერესებდა მას. მამამისი იყო წყარმართი და ისეთი კარიერა გაუკეთა და თვითონ ავგუსტინემ ისეთი კარიერა გაიკეთა, რომ შეიძლება ითქვას, რომ იყავი რიტორი იყო, ორატორი იყო ეს. მაშინ ორატორობა იყო პროფესია ასეთი, ჭერმეტყველება. ამაში ფულს უხდიდნენ ადამიანებს. ორატორობის მოძღვარი იყო, მასწავლებელი იყო სხვების. სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, იქ ასწავლიდა. ინტელექტუალი თავისი პერიოდისა. ერისკაცობაში ვამბობთ.
შემდგომში ჰიპონის ეპისკოპოსი ხდება იგი. ჰიპონის ამ შემთხვევაში ნიშნავს ადგილს აფრიკაში. იქ ჩადის და იქ ხდება ეპისკოპოსი, მაგრამ აი მანამდე ნახევარი ცხოვრება ის დაბორიალობს მაძიებლობით, კითხვებს სვამს და რა კითხვები აინტერესებს მას? აი დაშვებული კაცი არ იყო თქო რომ ვამბობთ. რა კითხვები აინტერესებს მას? კითხვა პირველი, რა თქმა უნდა, ღმერთთან დაკავშირებული უნდა იყოს, მაგრამ კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის არის საიდან გაჩნდა ბოროტება დედავიწაზე? საიდან არის ბოროტება? რატო არის საერთოდ ჩვენი ცხოვრება ბოროტებით სავსე? და აი ამ კითხვაზე პასუხი იპოვა ჯერ მანიქეველობაში. მანიქეველობა იყო მიმდინარეობა, რელიგია ასეთი, ვინმე მანის შექმნილი სპარსელი მანისა, ეს იყო შეზავება რაღაცა წარმართობის, გნოსტიციზმის ნაზავი იყო, მაგრამ თავარი რა არის ახლა? ავგუსტინესათვის მისაღები რა იყო? რომ მანიქეველები მას უხსნიდნენ საიდან შეიძლება იყოს ბოროტება. ესენი ამბობენ, არსებობს ორი სამეფო. პირველი ნათლისა, ნათელი ღმერთი, კეთილი ღმერთი და მისი ლაშქარი და მეორე ღმერთი, სწორი იმ პირველისა, არის ბოროტების ღმერთი. ბნელი ღმერთი, ბოროტი, თავისი ლაშქრით და ამათ შორის, ამ ორ სამეფოს შორის ხდება ბრძოლა მარადიული. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე იმარჯვებს და მე თელი ფილოსოფიური ამბები ახლა აქ. თავარი რა არის, რომ ბოროტებას აქვს იგივე სტატუსი, რაც კეთილ ღმერთს, მანიქეველობაში ასია. ამას დუალიზმი ეწოდება, ანუ ორ საწყისიანობის ამღიარებლობა. ეს მოსწონს არ იცის ქრისტიანობის შესახებ, იცის, იმიტომ მონიკა დედამისი დიდი ქრისტიანია, მაგრამ როდესაც მონიკა მისცა მას ბიბლია წმინდა წერილი წაიკითხეო. დასაბამად შექმნა ღმერთმა ცადა ქვეყანაი და ეს რა ზღაპრებია კაცი. ინტელექტუალი ამბობს, ეს უბრალო კაცი კი არ არის. ფილოსოფოსი პლატონი ზეპირათისის ამ კაცმა. ჰორტეზიუსი წაიკითხა ციცერონისა. და ბიბლია საწვდის დედამისი და ამბობს, ეს გაისროლა პირდაპირ შეიძლება ითქვას. ეს რა მითებისა და ზღაპრების წიგნი მომეცი ამბობს. ამას ვინ დაუჯერებს, ვისაც ჭკუა აქვს ოდდავ. და მოისროლა წმინდა წერილი. დროებით მოისროლა. მერე უბრუნდება, უდიდესი განმარტებელი ხდება ამისი. მაგრამ ჯერჯერობით მიუღებელია ეს ყველაფერი მისთვის. მანიქეველი ხდება, აღიარებს ორ საწყისიანობას და მაგრამ იქ არ აჩერდება. იმიტომ რომ ეს ხო დაშვებული კაცი არ არის. იმაში ვითარდება და ისე განვითარდა ამ მანიქეველობაში, რომ კითხვები რომ დაუსვა კორიფეებს მათსას, პასუხებს ვეღარ აძლევენ. და აღსარებანში ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი შრომა ქართულად არის ნათარგმნი, შეგიძლიათ წაიკითხოთ, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანია გაკეთებული. აღსარებანი ავგუსტინესი. აი იქ ამბობს, რომ ბევრს ველაპარაკე მანიქეველს და ვერ გამცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც მე მქონდა. ახლა რა კითხვები მქონდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამბობს, რომ იმედი გაუცრუეს ამ მანიქეველებმა და ხდება ამის შემდეგ ნეოპლატონიკოსი. ნეოპლატონიზმი. იმავე შეკითხვის გამო ხდება ნეოპლატონიკოსი. საიდან არის ბოროტება? ორი საწყისიანობა აღარ აწყობს ამას, მანიქეველობა უარყო და ნეოპლატონიზმი ძალიან საინტერესო მიმდინარეობაა, მაგრამ თავარი რა არის? აი ამ კითხვაზე პასუხი რა არის?
ნეოპლატონიზმი ამბობს, რომ ბოროტება სხვა არაფერია თუ არა ნაკლებობა სიკეთისა. მართლმადიდებლებიც ამას ვამბობთ. ბოროტება არის ნაკლებობა სიკეთისა. მაგრამ მიუხედავად ჩვენსა და მათ შორის მსგავსებისა, პრინციპული განსხვავებაა. მარტო გამონათქვამი არაფერს არ ნიშნავს. მხოლოდ ეს კი არა, აი მაგალითად ადამიანი ამბობს, მე ვარ დიოფიზიტი, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელია. ანუ ხო უნდა იგულისხმებოდეს, რომ დიოფიზიტი მას შესადამე მართლმადიდებელი, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ დიოფიზიტი არის მართლმადიდებელი. თუ ამ დიოფიზიტობაში შენ სწორი აზრი არ ჩადე. ასევეა აი ამ გამონათქვამთან დაკავშირებით. სიკეთის ნაკლებობა ბოროტება. და რატო ამბობდნენ ნეოპლატონიკოსები? აი პლოტინი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. ავგუსტინესთვის ისინი ეუბნებიან პასუხს. ორი საწყისი მიუღებელია. და სისულელეებია ნეოპლატონიზმის თანახმად. ესენი ეუბნებიან, მანიქეველობა დაუშვებელია ჩვენთვის. რა ორი საწყისი, რა ორი ღმერთი, რა ბნელი, რა ნათელი. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი სიკეთეა, ამბობენ ნეოპლატონიკოსები. არსებობს ნეოპლატონიზმის თანახმად ერთი ღმერთი, ერთი, რომელსაც ერთებას უწოდებენ. მაგრამ ამ ერთმა ვერ დაიტია ის სიკეთე თავის თავში და თავისი თავიდან გადმოიღვარა. ემანაცია ეწოდება ამას. და ემანაციის შედეგად, აი ამ გადმოღრის შედეგად ამ ერთისგან ჩნდება მეორე. ამას ნეოპლატონიკოსები უწოდებენ გონებას, ანუ ნუსი. ერთმა გადმოღვარა საკუთარი ღმრთეება, ბუნება და გაჩნდა მეორე, გონება. ჩვენი გონება კი არა, რაღაცა გონება. მეორე. აი ეს გონება რო გადმოიღვარა თავისთავად. გაჩნდა სული, ჩვენი სული არა, რაღაცა პნევმა, საღვთო. ესე არსებობს ნეოპლატონიზმის თანახმად ერთება გადმოღრილი გონებაში, გადმოღრილი სულში, აი შემდგომ უკვე გადმოღრილი სულიდან, აი ეს ღვთაება ქმნის მატერიას. ცივდება შეიძლება ითქვას ის თავდაპირველი ბუნება ღვთისა. და იქნება მატერია. აი ეს მატერია არის გაციებული ღმერთი. აი ეს მატერია არის ბოროტება. შესაბამისად, ნაკლებობა სიკეთისა არის ბოროტება, ეუბნებოდნენ პლოტინი და პლოტინი მაშინ სხვა ნეოპლატონიკოსები. ჩვენთან ესეთი რამე არ არის. ჩვენთან სხვა განმარტება ეძლევა ამას, ახლა ამას აღარ დავილაპარაკებთ, მაგრამ ნეოპლატონიზმის თანახმად მატერიალური სამყარო, ადამიანი, მატერია ზოგადად არის გაციებული ღმერთი. ამისაგან უნდა გათავისუფლდეს კაცი მატერიალური სამყაროსაგან და დაუბრუნდეს ერთებას. აი მაშინ იქნება მოსვენებული ადამიანის სული, ამბობდნენ ესენი. ამან გაარკვია ავგუსტინეს მოსწონს ეს. ქრისტიანობა არ იცის ამან. ბიბლია მოიშორა. რაღაცა პერიოდი ამას მიყვება, მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ პასუხები არ არის იმ კითხვებზე, რაც მას აინტერესებს და აი ბოლოს უკვე ჩადის ამბროსი მედიოლანელთან ეს კაცი. ახალგაზრდა კაცი, ავგუსტინე ჭეშმარიტებას ეძებს, ბოროტებაზე პასუხები უნდა ამას. საიდან გაჩნდა ბოროტება? და ამბროსი რას ეუბნება? მილანის ეპისკოპოსი. ცალკე განსახილველი პიროვნება ეს არის. ჭეშმარიტება, ავგუსტინე, არის ხორცში მყოფი
აგერ რამოდენიმე საუკუნის წინ იყო ისრაელში. ებრაელებმა ჯვარზე გააკრეს იერუსალიმში იგი. ჭეშმარიტება პიროვნულია, ჰიპოსტასურია, ხორცშესხმულია ჭეშმარიტება. შენ რასაც დაეძებ, აბსტრაქტულია. ჭეშმარიტება შენთვის აბსტრაქციაა. აგერ განკაცებულია ღმერთი. რა განკაცებული ღმერთი, მატერია ცუდია ამისთვის, ნეოპლატონიკოსები ასწავლიან. და ერთი-ორჯერ რომ მოისმინა ამ ეპისკოპოსის ქადაგებები მილანში, აი მაშინ უბრუნდება ბიბლიას. და როგორ უბრუნდება, რომ თურმე ბიბლია პირდაპირ გასაგები კი არ არის. იქ არის უდიდესი საიდუმლოებანი, მისტიკური სიმბოლური ქვეშრეები და ინათლება რამოდენიმე ხანში. ინათლება ხდება ეპისკოპოსი. და თავისი შრომებით ეპაექრება პელაგიანელებს, სხვადასხვა ერეტიკოსებს. 420 წელს გარდაიცვლება 75 წლის ასაკში. ძალიან რთული კაცი. საყვარელი ყავდა ერისკაცობაში მას. ცოლად არ მოუყვანია, შვილი გაუჩინა იმ ქალმა. ამას თვითონ აღწერს აღსარებანში. ორი ვნება მებრძოდა მე ამბობს. ამ პარტავნებისა, იმიტომ რომ ინტელექტუალია და ყველაზე განვითარებულია, ვინც კი მის გარშემოა. პირველი ვნება ჩემი მთელი ცხოვრება რომ ტანჯავს. ეს არის ამ პარტავნება ყველაზე დიდი მგონია თავი და ასეც არის შეიძლება. და მეორე, გარყვნილებისადმი მიდრეკილება. მთელი ცხოვრება ამას ვებრძვი. მომაშორე ღმერთო აღსარებანში ამბობს. აღსარება არის მისი დამოკიდებულება ღმერთთან. მისი საუბარია ღმერთთან. ვიღაცა ვიღაც დამნაშავე კი არ არის მის ესე ცხოვრებაში. მისი სული რა გზას გადის ღმერთთან ურთიერთობით. აი ეს არის აღწერილი 300 გვერდზე მისი აღსარებანისა. მომაშორე ღმერთო ეს ორი ვნება განსაკუთრებული ჩემთვის, რომელიც დამტანჯა მე. მაგრამ დღეს არა. იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ წარმოედგინა მას ცხოვრება. და ერთი მომენტი მინდა აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შთამბეჭდა, ბევრია შთამბეჭდა, მაგრამ აი ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღსარებანის მეათე თავის მეექვსე ქვე თავიდან მინდა მოგიყვეთ როგორ ეძებს ღმერთს. ესე ეწოდება ამას. რა მიყვარს მე, როდესაც მიყვარს ჩემი ღმერთი? კითხვის ნიშანი. საკუთარ თავს ეუბნება, ვიღაცას კი არ უხადაგებს. რა მიყვარს, რომ გაერკვიოს, რა მიყვარს მე, როდესაც მიყვარს ჩემი ღმერთი? შევეკითხე ზღვას, შენ ახარ ჩემი ღმერთი, ზღვამ მიპასუხა, მე არა ვარ შენი ღმერთი. ცას და ვარსკვლავებს შევეკითხე, თქვენ ახართ ჩემი ღმერთი. მათ მიპასუხეს, არა ვარ ჩვენ შენი ღმერთი. ყვავილს შევეკითხე, შენ ახართ ჩემი ღმერთი. ყვავილმა მიპასუხა, არა ვარ მე ჩემი და ჩამოთვლილი ასეთი რამ და ყველამ მიპასუხა, ჩვენ არა ვართ შენი ღმერთი. ჩვენ მას შექმნა. ჩვენ ქმნილებანი ვართ. მისგან მომდინარეობთ ჩვენ. მაშინ ვინ არის ჩემი ღმერთი? თავის სულს ეუბნება. რა მიყვარს მე, როდესაც ჩემი ღმერთი მიყვარს? ყვავილი მიყვარს? ეს არის ჩემი ღმერთი. ყვავილი არ მიყვარს. ცა მიყვარს? ცა არ მიყვარს. ადამიანის სილამაზე მიყვარს, როდესაც მიყვარს ჩემი ღმერთი? არც ადამიანის სილამაზე არ არის ღმერთი თავისთავად. ჰარმონია მიყვარს მუსიკისა? ეს არის ჩემი ღმერთი. არც ეგ არ მიყვარს, როცა მიყვარს ჩემი ღმერთი. მაგრამ, ნახეთ, ხო უარყო ეს ყველაფერი. მაგრამ, როდესაც მე მიყვარს ჩემი ღმერთი,
მაშინ მიყვარს მე ყვავილიც, მზეც, ცაც, ზღვაც, ადამიანის სილამაზე, ჰარმონია მუსიკისა, პოემა მშვენიერი მაშინ მიყვარს მე, როდესაც მიყვარს ჩემი ღმერთი. როგორ შემოატრიალა კაცმა. ესე იგი, რას ამბობს ამით ავგუსტინე? უბრალო აზრი აქვს, დიდი ფილოსოფია არ არის. ყველაფერი ფასეული ხდება მაშინ, როდესაც მე მთავარი ვიპოვე. თუ მე მთავარი ვერ ვიპოვე ცხოვრებაში, მე დავბორიალობ. ხან ადამიანია ჩემი ღმერთი, ხან ფულია ჩემი ღმერთი, ხან ყვავილია ჩემი ღმერთი, არ არის ეს ღმერთი. ღმერთმა შექმნა, მაგრამ თუ მე ღმერთი ვიპოვე და თუ მე ღმერთი მიყვარს, მაშინ ფულიც მიყვარს მე. იმას არ ამბობს, მაგრამ ჩვენ გადმოვიტანოთ. ადამიანის სილამაზეც მიყვარს. გართობაც მაშინ მიყვარს. ღვინის მაც მაშინ მიყვარს. ქეიფიც მაშინ მიყვარს. კითხვაც მაშინ მიყვარს. ადამიანებთან ურთიერთობაც მიყვარს. იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ღმერთი. აქედან გამომდინარე მიყვარს ეს ყველაფერი. ცალკე აღებულად ეს არაფერს არ წარმოადგენს მისთვის. სუტყუილებია, ყვავილები, ურთიერთობები, ფულები, გართობა, სუტყუილებია ეს. იმიტომ რომ ჩემი ღმერთი ეს არ არის. აი როცა ჩემი ღმერთი მე ვიპოვე, აი მაშინ ყველაფერი მიყვარს მე. და ამბობს ასეთ ფრაზას. გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე. რაზეა საუბარი? ცოდოს ვეღარ ჩაიდენ. თუ ღმერთი შენი გიყვარს, რაც გინდა ის გიყვარდეს მერე. მაგრამ თუ ის გიყვარს და ღმერთი არა, ის სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებს. ადრეც ქონდა საუბარი ამას. და ის წარმავალია. ვერც ერთ ქმნილებაზე ვერ ააგებს კაცი თავის იმედს. ვერც შვილზე, ვერც ქვეყანაზე, ვერც დედიკოზე, ვერც მეგობარზე, ვერც ერთი ადამიანი ვერაფერი ვერ დააკმაყოფილებს ადამიანის წადილს ღმერთისადმი. იმედს გაგიცრუებს ყველა. რატო? მაგათი ბრალი არ არის. წარმავლები ვარ და მაგითო. აი თუ წარუვალი ვიპოვე მე, აი მაშინ უკვე ყველაფერს ფასიედება. აი როგორი ლამაზი კაცი იყო წარმოიდგინეთ. როგორ უბრალოდ და როგორ შინაგანი ანალიზით ხვდება იმას, რაც თითქოს ჩვენებრია, ჩვენც ხო გვინდა ასეთი რამ. ფასეულობების იერარქია აქვს დალაგებული ისე სწორად, იმიტომ რომ გამოფხიზლებული კაცია. სწორი ფასეულობები აქვს. და ამიტომაც გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე. და კიდე მეორე გამონათქვამი. შენთვის შექმნენი ღმერთო ჩვენ, შენ და ვერ მოისვენებს ჩვენი სული ვიდრე განსვენებას არ იპოვის შენში. თუ ღმერთი ვერ იპოვა კაცმა, ღმერთმა თავისთვის შექმნა ჩვენ. და ერთადერთი მოსვენება კაცისა არის ღმერთში. იქამდე ადამიანი დაძრწის, ეძებს, შრომობს, რისთვის ეკითხებიან, რა გინდა ცხოვრება, აი შთამომავლობას უნდა დაუტოვო, აი ის უნდა გავაკეთო, სულელი ხარ, შთამომავლობა სულელი ხარ. რატო? იმიტომ რომ თავარი ვერ იპოვე შენ, შენი ღმერთი ვერ იპოვე. რა მიყვარს მე, როდესაც მიყვარს ჩემი ღმერთი? და იკითხვა, დასვა და პასუხიც გასცა. რა ჩვენ ალბათ დავსვით და პასუხიც ავგუსტინემ გასცა ჩვენს ნაცვლად. აი მსგავსი ასეთი დაკვირვებები უბრალო ეს არ არის რაღაცა საღვთისმეტყველო შრომა,
რომ შეადაროთ სხვა მამებს, ეს არის საბავშვო ბაღი, ავგუსტინეს აღსარებანი. ეს არის მისი ბიოგრაფია, მისი სულის მოგზაურობა. საბავშვო ბაღია სხვა მამებთან მაქსიმესთან შედარებით, საერთოდ შედარებაც არ შეიძლება. იმდენად გასაგებია და იმდენად ჩვენებრია და მსგავსია ჩვენთან, რომ ფიქრობ ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს ეს შრომა. დაგლოცოთ ღმერთმა და შეგვაწიოს უფალმა ნეტარი ავგუსტინეს მადრი და ძალა იქიდან. ჯვარი გეწეროთ.